მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს. გულშინდელი განცხადება, რომელიც პარტიის სახელით გავაცანი საზოგადოებას, მათ შორის მიმართეთ საერთაშორისო პარტნიორებს, ვინც ჩართულია და დაინტერესებული ანაკლიის სპორტის მშენებლობით, მის ერთ-ერთი ნაწილი იყო სახელწოდების საკითხი და ეს სწორედ მიზანმიმართულად მიემართებოდა იქეთკენ, რომ გაღვივდეს ინტერესი ანაკლიის სპორტისადმი და ტრამპი როგორც პოლიტიკური ფიგურა, მისი ხასიათიდან, მისი მიდგომებიდან გამომდინარე, ის აქცევს ხოლმე მსგავს ინიციატივებს ყურადღებას. მარტივია გეოპოლიტიკური სურათი რომ დავხატოთ და ვთქვათ, რა მოხდა ამიერკავკასიაში ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. დასრულდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე ძალიან მძიმე სამხედრო კონფლიქტი, რომელიც 10 წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რომელიც ტრანზიტს უშლიდა ხელს და ამ კონფლიქტის დასრულებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დონალდ ტრამპმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. პარალელურად ეს მშვიდობა გაამყარეს უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო გზით, საერთაშორისო სატრანზიტო ხაზით, რომელიც შეიქმნა და რეალურად მას დაერქვა ტრამპის გზა. ტრამპის გზა, რომელიც აერთიანებს ახლო აღმოსავლეთიდან მომავალ ტვირთებს, გადის სომხეთს და აზერბაიჯანს. იმისთვის, რომ საქართველო არ დარჩეს იზოლაციაში, რისი გაკეთებაც უნდა ბიძინა ივანიშვილს, უნდა იზოლაციაში მოქცევა ქართული სახელმწიფოსი, ამისთვის საჭიროა, რომ ამ გზას მიეცეს გაგრძელება. როგორ შეიძლება გაგრძელდეს ის ახალი აბრეშუმის რაღაც მნიშვნელოვანი ხაზი საქართველოში? ახალი ღრმაწყლოვანი პორტით. ახალი კი არა, პირველი ღრმაწყლოვანი პორტით საქართველოში და ეს არის ანაკლია. ანაკლია, რომლის აშენებაც ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, ის ფრაზა, რომ რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში, მის პოლიტიკა ზოგადად ძალიან მარტივად რომ შევხედოთ, ვინც არ უნდა იყოს და ვინც არ უნდა, უნდათ ხომ ამბობენ რომ აპირებენ აშენებას. პირველი გემი ანაკლის პორტს უნდა მიიღო 2020 წელს. 2020 წელს ხელშეკრულება რეალურად შეწყვიტეს 2019 წელს ანაკლის პორტზე. წინა მფლობელებთან დაკავშირებით გააკულაკეს ამერიკელი და ევროპელი ინვესტორები და საერთაშორისო ფონდები. ამასთან დაკავშირებით მინდა კითხოთ, ქართული ოცნების არა მარტო პროპაგანდისტების პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირების ხრი ხშირად ხდება აპელირება იმაზე, რომ კაცო ჩვენ კი ვიყავით მზად, მაგრამ ამერიკული ბიზნეს ინტერესი არ არსებობდა ამ პორტთან მიმართებაში. ამ დროს ყოველთვის მნიშვნელოვანია მას შეახსენოთ, სინამდვილეში როგორ იყო საქმე ამერიკულ ტრანსნაციონალურ კომპანიების ინტერესთან მიმართებაში. ფაქტობრივი მოცემულობა იყო, გიორგი, რომ 2019 წელს ბიძინა ივანიშვილმა რუსული დავალებით სხვა ხსნა არ არსებობს, გააკულაკა საერთაშორისო საფონდო და ბიზნეს დიდი ჯგუფები და კორპორაციები, რომლებიც დებდნენ უზარმაზარ ფინანსურ რესურსებს. 80 მილიონი დოლარი უკვე დახარჯული იყო ანაკლიის სპორტის მომზადების, წყლის დაღრმავების, სხვა ინფრასტრუქტურის შექმნის პროცესში. 80 მილიონი დოლარით გააკულაკა, დაატერორა, ექსპროპრიაცია გაუკეთა უზარმაზარ. არ არსებობს საქართველოს ისტორიაში ამ მასშტაბის ექსპროპრიაცია, რაც მოახდინა ბიძინა ივანიშვილმა ანაკლიის სპორტზე. მათ შორის იყო ამერიკული კომპანიები. ამერიკული კომპანიები, მათ შორის ამერიკული კომპანიები იყვნენ მთავარი მოცილეები ამ პროექტის და თავის მხრივ ამერიკული კომპანიები მუშაობდნენ მენეჯმენტში და მათ შორის ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებდნენ. მათ შორის ევროპული კომპანიები, ძირითადად ეს იყო ამერიკული და ევროპული ფინანსური ინსტიტუტები. ამის მიღმა ძალიან ნათელია, რომ 2020 წელს პირველი გემი უნდა მიეღო ანაკლიის სპორტს და 2026 წელია. დღეს გვესაუბრებენ, რომ ანაკლიის სპორტის აშენება გააიაფეს, რა ფურცლებში ბუღალტერია, სპეკულაცია, ჟონგლიორობა, ციფრებით, რაც კობახიძემ გააკეთა დღეს. რეალურად კობახიძემ უპასუხა გუშინდელ ჩვენ ბრიფინგს. ამის საპასუხოდ ასე უნდა გვესმოდეს და ძალიან მარტივად პასუხი რა შეჭირდებოდა. მოდი აი დავაზუსტოთ. აქ ეხლა მიმდინარეობს გარკვეული კონკურენცია, რომ ტრამპის ადმინისტრაციამდე ვისი სიგნალი უფრო მეტად მიაღწევს, რომ დაუშვათ ამ პროექტის თავდაპირველი ინიციატორები ამ შემთხვევაში ლელოს დამფუძნებლები არიან და ასე შემდეგ და ოპოზიციიდან მოდის ამ თემაზე დაწოლა თუ არა, აი ჩვენც აქ ვართ კი არა, ჩვენ ვართ სინამდვილეში და ჩვენ რეალურად ვიწყებთ ამ რაღაცის კეთებას, განვაახლებთ აქ მილიონები დასახელდა, თუმცა ეს ოპტიმიზაცია და გაბერილი ბიუჯეტზე ლაპარაკი ამ შემთხვევაში ცოტა ისეთი უცნაური გაურკვეველი იყო, ანუ იქაც ფულს აკეთებდნენ, კობახიძის დღევანდელი განცხადება ამასაც ნიშნავდა, რომ იქაც კი ფულს აკეთებდნენ, მაგრამ თავარი მაგ ის იყო, რომ რა ჭირდებათ მათ? სინამდვილეში ჭირდებათ შექმნა ილუზიის, რომ რაღაცას აკეთებენ, თუ თქვენ ინიციატივასთან ერთად კონკურენციაში, რომ აი ამ წასული სიგნალების კონკურენციაში დაიკარგოს სინამდვილე და სიმართლე.
სინამდვილეში მათ უნდათ რომ კონკურენცია შემოვიდნენ და ეს თემა არ დაუთმონ ოპოზიციურ პროდასალურ პარტიას ამ შემთხვევაში ლელოს და გულწრფელად უნდა ითქვა ხო ორაზროვანი გამოხმაურება ქონდა იმ მონაკვეთს რომელიც ძალიან მცირე ნაწილია მთელი იმ განცხადების სახელწოდებასთან დაკავშირებით თუ ჰქონდა ნეგატიური გამოხმაურება უნდა ვთქვათ რომ ოპოზიციური აქტორებისგან ქონდა ნეგატიური გამოხმაურება ეს იყო ბოროტი ნეგატივი თუ ღლიცინი და იუმორისტული ნეგატივი ამ შემთხვევაში მხოლოდ ოპოზიციური ფლანგისგან ქონდა რატომ არ ქონდა ქართული ოცნებისგან ნეგატიური გამოხმაურება იმიტომ რომ ეშინიათ ამ ინიციატივის გაკრიტიკების ეშინიათ იმიტომ რომ იციან ჩვენ შემთხვევით არ გვითქვამს ეს ყველაფერი და არც ის გვავიწყდება რომ საქართველოში ძალიან ბევრი დიდებული ადამიანი გყავდა ვის სახელით შეიძლება დაერქვას ანაკლის სპორტს თუ სხვა დიდ ეროვნული მნიშვნელობის პროექტს მაგრამ საზღვრავთ იმის მიხედვით რა ჭირდება დღეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატები დავაინტერესოთ დღეს როგორ შეიძლება რომ ამან მოგვიტანოს მეტი უსაფრთხოება რეგიონალური და საერთაშორისო უსაფრთხოება ისევე როგორც თავის დროზე ბაქო თბილისი ჯეიჰანმა მოგვიტანა ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიები ის რომ დღეს ბაქო თბილისი ჯეიჰანის მილი გადის ჩვენს ქვეყანაში სოფლიოში უზარმაზარი კორპორაციები მრავალი გავლენიანი სახელმწიფო დაინტერესებულია ერთადერთი რამით საქართველოში იყოს მშვიდობა და სტაბილურობა ერთმა მილმა მოგვიტანა ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ ანაკლიას რა შეუძლია გააკეთოს როცა შესაძლოა ამ აბრეშუმის გზას რომელიც იწყება აღმოსავლეთიდან და გაივლის სომხეთს და აზერბაიჯანს ეგრეთ წოდებულ ტრამპის გზას ექნება კარიბჭე დასავლეთისკენ ღრმაწლოვანი პორტის სახით რაც არ არის ხელმისაწვდომი რუსულ პორტებზე ხომ არ ვლაპარაკობთ ქართული ოცნება და ბიზნეს ივანიშვილი აი ამ პროცესს უყურებს აბსოლუტურად სხვაგვარად პირიქით ისინი ხედავენ საფრთხეს ამაში რომ ამერიკული ინტერესები ასე აქტიურად შემოსვლის პირობებში განსაკუთრებით ირანი იქნება ეს თუ რუსეთის ნაწილში ისინი ამ პროცესს უყურებენ როგორც საფრთხის მუხტის მატარებელს რომ ეს დიდი მოთამაშეები ამის გამო საქართველოსთან მიმართებაში შეწუხდებიან ამ მხრივ საკმაოდ ღია ჩვენ ადრე მსგავსი არ მოგვისმენია ხო ეხლა ირანის ელჩის იმ განცხადებების ცალკეულ მონაკვეთებზე აქცენტი მაგრამ აქ თავი არის ხო კონტექსტი რომ ის გაფრთხილებს გეუბნება რომ ჩვენ საჯაროდ აკეთებს ამას დემონსტრაციულად დიპლომატიური ენა დავიწყებული აქვს ვის და აღმოსავლური დიპლომატიის გამოცდილების სისტემებს ეს არ ეშლებათ ხოლმე აქ სპეციალურად კეთება ქართულ ენაზე დემონსტრაციულად მედიასთანაც აქტიურად ამიტომ კომუნიცირებს რომ ეს ყველა სივრცეში შევიდეს ასე ვთქვათ ხო რომ საფრთხის განცდა მაიწიოს ასე უყურებს ზუსტად თავად ივანიშვილიც მისი გაცხადებული სტრატეგია ხო რომ ეს ციშე ვადი ნიჟე რავი ხო ასე ვთქვათ და წინამდებობაში მოდის ეს იმ მიდგომასთან რომელიც თქვენ გაქვთ როგორ შეიძლება რეალურად ძალაუფლების მხრობელის ცდელობა გადაილახოს ოპოზიციიდან არაფერს არ უნდა გადაილახოს ჩვენმა დასავლურმა პარტნიორებმა უნდა დაინახონ რომ ამ ქვეყანაში არსებობს პასუხისმგებლიანი პროდასალური ოპოზიცია რომელიც პროდასალური პოლიტიკური ძალები და ამ შემთხვევაში ლელოს გვაქვს პრეტენზია რომ ვართ ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი ანაკლის პროექტის დაინახონ რომ ეს პოლიტიკური ძალები არსებობენ მათ შესაძლოა ძალა კომპეტენცია ცოდნა და ხედვა სტრატეგიული ხედვა იმისა რა სჭირდება დღეს ქართულ ხალხს რა სჭირდება დღეს ქვეყანას ის როცა მაგალითად ჩვენ როცა პენსიაზე ვლაპარაკობთ რომ 1000 ლარი უნდა გახდეს პენსია საერთოდ ვლაპარაკობთ ამას ის რომ ანაკლი უნდა აშენდეს ასეულობით მილიონი ლარი უნდა დაემატოს საქართველოს ბიუჯეტს ის რომ უსაფრთხოების გარანტიები გაჩნდეს ეს ყველაფერი ერთმანეთთან გადაჯაჭვულია და ამას ხედავენ დარწმუნებული ვარ პირდაპირ გეუბნებით არ შემიძლია რაღაცა იმის მიღმა თქვა რის უფლებაც არ მაქვს მაგრამ ეს გზავნილი უკვე დევს იმ მაგიდაზე სადაც გადაწყვეტილებები მიიღება არა მხოლოდ სახელწოდების ამბავს გულსხმობთ იმას რომ ეს არის ახალი შესაძლებლობის ფანჯარა რომელიც ახლა გაიხსნა სწორედ კიდევ მნიშვნელოვანი რამ თქვი და უნდა დავაზუსტოთ შეძლების დაგვარად ეს ყველაფერი ამ პროექტთან თუ კი ვინმე ასოცირდება პირველ რიგში მამუკა ხაზარაძის სახელი და გვარი ხო იგი ბადრისას მაგრამ მამუკა მაინც თავარი ხელმძღვანელიც იყო ამ ყველაფერზე საქმიანობდა მამუკა ხაზარაძე აქტიურად არ გამოჩენილა უშუალოდ მაგრამ მისმა პარტიამ გააკეთა ეს განცხადება ამ გზავნილის მიტანის ნაწილში მამუკა ხაზარაძე რომელიც ახლა არ არის საქართველოში რაიმე ფორმით აქტიურად მონაწილეობს თავის პოლიტიკურ სტატუსს იყენებს ამ კუთხით მამუკა ძალიან ბევრს მუშაობს საგარეო ველზე ის
მართავს ყოველდღიურად არ ვაჭარბებ ყოველდღიურად უმნიშვნელოვანეს საგარეო შეხვედრებს, სადაც საუბარი არის როგორც დემოკრატიაზე, ასევე უსაფრთხოებაზე, ადამიანის უფლებებზე და ანაკლიაზე მათ შორის. ამიტომ ეს მათ შორის უკავშირდება შეერთებული შტატების სახელმწიფო უწყებებს, მათ შორის ევროპის თითქმის ყველა დედაქალაქს, თითქმის ყველა პროდასალურ საქართველოსი დაინტერესებულ ხელისუფალს, სხვადასხვა პარტიებს, რომლებიც ოპოზიციაში არიან, მაგრამ ძლიერი გავლენა აქვთ ევროპარლამენტში თუ სხვა პოლიტიკურ ველზე შიდა საქვეყნო პოლიტიკური გავლენით, ამიტომ ძალიან დიდი მუშაობა შეერთებული შტატებიც, იმიტომ ანაკლია მაინც პირველ რიგში შეერთებული შტატების და ევროკავშირის ქვეყნების. მე გუწრფელად გეტყვით, რომ შეიძლება რაღაცები ვერ ვთქვა, მაგრამ შემთხვევით არაფერი არ ხდება. ვიღაცებმა იკითხოს, რა დროს ეს ინიციატივა იყო, რა დროს ანაკლის სპორტია? კი, ახლა არის სწორედ დრო, იმიტომ რომ ახლა კიდევ ერთხელ იხსნება ფანჯარა და ხშირად ამ ფანჯარას სამწუხაროდ ვიღაც, რომელიც მაკრიტიკებს საკუთარი საძინებლიდან წამოწოლილი ნოუთბუქთან ვერ დაინახავს ამ ფანჯარას და ვინც ხედავთ, ვინც დარდობთ ამ ქვეყანაზე, ვიყენებთ ყველა შესაძლებლობას ამისთვის და ერთი დეტალი, რომელიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ამბობს დღეს ამბობს და კობახიძე ამ ჟონგლიორობის პირობებში და სპეკულაციის პირობებში ჩვენ ანაკლის სპორტს ავაშენებთო. სულ რამდენიმე თვის წინ ნოემბერში, როცა მიდიოდა განხილვა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის, უკვე გათვალისწინებული ჩაწერილი ბიუჯეტიდან ანაკლისთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან 100 მილიონი ივანიშვილმა ამოაკლო, მოპარა ანაკლიას. რაზე ვსაუბრობთ? ჯერ არც რკინიგზა მიიყვანიათ, არც ინფრასტრუქტურაზე მუშაობა დაუწყიათ. ეს ჩინურ კომპანიას რაღაცა მისცეს და თავადაც არიციან მისცენ თუ არა და ახალ მფლობელს ეძებენ. რეალურად ეს არის დროის გაწელვა. ფაქტია 2020 წელს პირველი გემი უნდა მიეღო ანაკლის სპორტს და დღეს არ გვაქვს არც ანაკლიას სიტი, არც ანაკლის სპორტი, არც შესაძლებლობა რომ აფხაზებს ვესაუბროთ სამუშაო ადგილებით. ის იქნებოდა კუნძული, სადაც სოხუმიდან გამოჩნდებოდა განათებული ანაკლიას ქალაქი და პორტი. ამ შესაძლებლობას უშვებთ, რაზეც ჩვენ ვამბობთ, რომ აუცილებლად შევძლებთ ჩვენს დასავლურ პარტნიორებთან ერთად ამ ყველაფრის განხორციელებას. მადლობა ირაკლი.